გამარჯობა, საღამომშვიდობისა, პატივცემულო ტელემაყურებლებო, დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად გვიყურებთ და გვისმენთ ტელეკომპანია მაესტროს ეთერში. დღეს მინდოდა დამეპატიჟებინა ჩემი მეგობარი ჯონდი ბაღათურია. დიდი მადლობა ჯონდი რომ ხარ ჩვენთან ერთად, შენიცი რა პრინციპში ყველანაირი ის გავიარეთ ერთად წლების განმავლობაში. შენ ხარ ის ერთ-ერთი მათგანი იმ ადამიანებისგან, რომელიც პირდაპირ იძახდა სათქმეს თუნდაც პარლამენტის შენობიდან და პირდაპირ ამხელდა იმ რეჟიმს, რა რეჟიმშიც მოგვიწია ცხოვრება. პრინციპში ის ახალგაზრდები, რომლებიც არც კი იციან დაუშვათ დღეს რას აპროტესტებენ, იმიტომ რომ მე პირადად ვთვლი რომ ისინი აი პროტესტი საერთოდ თავიდან ბოლომდე ტყუილზე დგას და დგას იმაზე ვითომ გაყალბებულ არჩევნებზე, მოდი ესე ვთქვათ. და რა თქმა უნდა ის პროცესი, რომელიც მიმდინარეობს დღეს საგამოძიებო კომისიის სახით, ძალიან ბევრ ადამიანს აქვს ამის იმედი, ეს იმედი იყო კი ჯერ კიდევ იმ დროიდან მოყოლებული, რომ ხალხი ფიქრობდა გასამართლებული იყო ეს რეჟიმი და დარქმეოდა ყველაფერს თავისი სახელი. და დღეს რომ დაიწყო ეს პროცესი, არის ისეთი მოსაზრებებიც, რომ დაუშვათ რაღაცნაირად ეს პროცესი უფრო სანახაობრივი თვალსაზრისით პიარია და არა კონკრეტული შედეგების დამდები. რაღაც მომენტში პრინციპში მე ამ სიტუაციას შეიძლება დავეთანხმო კიდევაც, იმიტომ რომ იმდენია საქმე, იმდენი ცუდი საქმე აქვს გაკეთებული, რომ ფიზიკურად ერთი საგამოძიებო კომისია ამას ვერაუა. ზოგი ნაწყენი დარჩება, რომ მისი საქმე არ განიხილეს, ზოგი ესე და ზოგი ისე და მე მაგალითად არ მინდა რომ არავინ ნაწყენი დარჩეს აი ამ პროცესთან, იმიტომ რომ როგორც იქნა დაიწყო ეს პროცესი და ის რომ დაუშვათ კონკრეტული საქმეები იყოს განხილული და დანარჩენი დაუშვათ ან ვერ მოასწრონ, ან არ იყოს ამის შესაძლებლობა, ნუ ყველა მილიონობით საქმეა და ყველას მართლა ვერ განიხილავ, ხო? ხო და აი როგორ ფიქრობ შენ, რას ეს პროცესი დაუშვათ როგორ განვითარდება მივა იმ შედეგამდე, რომ ეს კონკრეტული დამნაშავეები დაისაჯონ თუ ამას უფრო პიარული ისა მხარი აქვს, რომ დაუშვათ გასამართლეს ნაციონალური მოძრაობა, აეგრძალოს პოლიტიკაში შესვლა და ამით დამთავრდეს ყველაფერი და დაუშვათ სისხლის სამართლის საქმეები აი ამ მილიონ საქმეზე დაუშვათ არ იყოს აღზრული. რა პროცესია საერთოდ ეს როგორ უყურებ შენ და? მოგესალმებით, მადლობა ამასვისთვის. პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ ეს სულაც არ არის ამ კომისიის მიზანი, რომ ყველა საქმე გამოიძიოს. ეს ათასობით საქმეა, ამას წლები ჭირდება და ამის არსებობს პროკურატურა, უსაფრთხოების და სხვა სამართალდამცავი ორგანოები. ამ კომისიის დედააზრი არის კონცეპტუალური საკითხების გამოძიება, დადება, ანუ პოლიტიკური შეფასება. პოლიტიკური აქტია პირველ რიგში, არ პოლიტიკური სამართლებრივი. ეს არის პოლიტიკური აქტი, საიდანაც უნდა გამოჩნდეს, რომ შექმნილი იყო დანაშაულებრივი სისტემა, რომ სისტემურ დანაშაულს ჰქონდა ადგილი. თუ კი პარტია ქმნის დანაშაულებრივი სისტემა, მაშინ ეს პარტია თვითონ არის დამნაშავე და როგორც იურიდიული პირის რეგისტრაციის შეჩერების საკითხი შეიძლება დადგეს მხოლოდ და მხოლოდ ასეთ შემთხვევაში. საკონსტიტუციო სასამართლოში. წინააღმდეგ შემთხვევაში თუ კი პარტიის რომელიღაცა წევრი, რაღაც თუნდაც პრეზიდენტი და ლიდერი რაღაც დანაშაულს ჩადის, ეს არის
პირის კერძო პირის დანაშაული და არა იურიდიული პირის პარტიის. მაგრამ აი ვიმეორებ, დღეს ამ კომისიის მიზანი არის და მე ვფიქრობ, რომ ალბათ კიდე საჩვენებენ, არ რაღაცებს ინფორმირებული, ეს არის სისტემური დანაშაულის გამოაშკარავება. თუ ეს დაედგოს სურათი, ფაქტობრივი გარემოებებით გამყარებული, რომ ამ პარტიას, რომელიც დღეს რამდენიმე ნაწილად არის დაშლილი, ქონდა შექმნილი დანაშაულებრივი სისტემა, რეპრესიული სისტემა და ქონდა ჩვენ ხო ვიცით რომ ეს იყო დანაშაულებრივი სისტემა, რაც ჩართული იყო აბსოლუტურად ყველა ხელისუფლების, პრეზიდენტი, აღმასრულებელი ხელისუფლება, პარლამენტი, მედია იყო ამ შემიძლია ერთი кейსი ძალიან მოკლედ გითხრათ, რომელშიც მედია ჩანს მარაო როგორ იყო გაშლილი ერთი კერძო პირის მოთ, რომელმაც რაღაცაზე გაბედა და პირი გააღო და ხმა მოიღო იმისაც რომ თავის თავი გადაერჩინა, თავის ქონებრივი მდგომარეობა გადაერჩინა. ასე რომ მე ამის იმედი მაქვს და კონკრეტულ საქმეებს რაც შეეხება მსხვილი საქმეები უნდა დაიდოს. მე ვფიქრობ, რომ აუცილებელი არის და ეს არ უნდა დარჩა, მაგრამ ეს არ უნდა ჩაიაროს მსხვილ შემდგომში ალბათ წვრილი არც ახალაია და ვიღაცა არ არის, მაგრამ პრეზიდენტს და მის ოჯახს რაც აქვს უკანონოდ მითვისებული ქონება, ეს ქონება უნდა ჩამოერთვას ხალხისგან და სახელმწიფოსგან, ნაძვარცი პირდაპირ ბანდიტიზმის გზით მითვისებული ქონება. აი პროკურატურაში დევს ჩემს მიერ გადაგზავნე, ჯერ კიდე ადეიშვილი რო იყო თავარი პროკურორი, მაშინ გადავაგზავნე. მერე კბილაშვილი იყო და მეორე გადავაგზავნე. იქ დევს 2 ან 3 დოკუმენტი, სადაც სააკაშვილი ხელს აწერს განკარგულებას, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ქონება გადადის დედამისის საკუთრებაში, როგორ მოგწონს. ეს ნორმალურია? ეხლა წარმოიდგინე კობახიძემ რო ხელი მოაწეროს დოკუმენტს, რომელთაც სახელმწიფო ქონება გახდება მამამისის გია კობახიძის საკუთრება, რა ამბავია, თქო, მთელი დედამისის საფეხზე დადგება. და ამ სახით არის ეს ქონება შეძენილი, სადაც ეხლა მაგალითად აი KPI-ის ყოფილ შენობებში შექმნილია ეს ეგრეთ წოდებული ფრანკლინის კლუბი, სადაც მიდიოდა ძირითადი ნაწილის გადამზადება ქვასროლია და მოლოტოვის კოქტეილების სროლების და ეს სულს აქვს ეს ჩანაწერები როგორ ხდება მომზადება. ანუ ეხლა მარტო აქ მორალური და სამართლებრივი ამბავი კი არ არის რომ სახელმწიფოსგან ნაძარცი ქონება დაუბრუნდეს სახელმწიფოს. აქ უკვე ეს ნაკურდალი ფული ჩემ წინააღმდეგ მუშაობს. შენ წინააღმდეგ ნებისმიერი ჩემი სახელმწიფოს წინააღმდეგ მუშაობს, ხო? სახელმწიფოს დამხობაზე მუშაობს. ამიტომ ეს სრული უფლება მაქვს. სათანადო მოსარჩელე მხარე ვარ. სამართლებრივი ენაზე რო თქვა, რომ მოვითხოვო, რომ ეს ქონება იქნეს ჩამორთმეული და სახელმწიფოსთვის დაბრუნებული. აი მაგალითად, ხო ძალიან ბევრი საქმეა, ხო? დაუშვათ აი ავიღოთ გახმაურებელი მკვლელობები, ხო? აი ამ კუთხით დაუშვათ, აი თუნდაც ზურაბ ჟვანიას ამბავი, თუნდაც გურამ შარაძის ამბავი. აი გირგულიანის ამბავი. გირგულიანის ამბავი. სადაც სტრასბურგის სასამართლოს დასკვნა. ამ დასკვნაში მაპატიე გაგაწყვეტე, ამ დასკვნაში სწორად ეს დევს, რაც მე ვთქვი, აქ ჩანს რომ სისტემური დანაშაული, ანუ ჩართული არის მთელი სისტემა. ხო. სტრასბურგის სასამართლო ეს დაწერა, რომ გირგულიანის საქმის არ გამოძიებისთვის მუშაობდა მთელი სახელმწიფო აპარატი. ეს სერია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში. ასეთ საქმეები ახლა ძალიან ხო და სტრასბურგის ეს მაინც სტრასბურგის ბეჭედი ადევს ამას და ეს უკვე გასაგებია ყველასთვის, მაგრამ აი რომელსაც არ ადევს სტრასბურგის ბეჭედი დაუშვათ იგივე პროფესორი გურამ შარაძე, იგივე ზურაბ ჟვანია, იგივე რა ვიცი, რამდენი როინ შავაძე ვთქვა, სერგო თეთრაძე ვთქვა, რა ვიცი, რამდენი საქმე არის ესეთი. მაპატიეთ და შეიძლება ვიღაცა გამომჩეს და ვერ ჩამოვთვალო, ასეულობით არის, ხო? აი ესეთი მკვლელობებზე ესეთი კონკრეტულად იქნება ეს ამბავი, დაუშვათ აი ისევე როგორც დაუშვათ აი კონკრეტულად ჩვენ ვხედავთ ახლა ყოველდღიურ რეჟიმში გამოიძახებენ და დაუშვათ არ ყვევენ, ხო, იმ კონკრეტულ მოცემულობაში რა მოხდა. აი რამდენი საქმე უნდა გამოიძახონ ეგეთი დაუშვათ და რამდენი საქმე, იმიტომ რომ ძალიან ბევრია, ხო? პრინციპში ესეთი ამბავი და აი რომ ის ვისაც არ გამოიძახებენ, ის შესაბამისად ნაწყენი დარჩება. გესმის? ანუ თუ დაიწყო ეს პროცესი, არ მინდა რომ დაუშვათ ვიღაცა დაუშვათ ნაწყენი დარჩეს და ისი არ იფიქრონ რომ დაუშვათ შერჩევით არის ეს ყველაფერი გაკეთებული და რაღაცა რა. შერჩევით არის, თავისთავად ცხადია, კარგი ვაღებით არის შერჩევით გაკეთებული.
აქ შერჩევითობა უნდა იყოს მსხვილ საქმეებზე, სადაც უკეთესად ჩანს რეჟიმის სახე, აი რაც მე ვთქვი, რომ სისტემურ დანაშაულს ქონდა ადგილი და რაც ცალკეული პირების, თუნდაც პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, შინაგან საქმეთა მინისტრის და ასე შემდეგ. ძალიან კარგი მაგალითია გირგვლიანის საქმე. რაც შეეხება გურამ შარაზის საქმეს, ჟვანიას საქმეს, ეხლა იქ თქვა ტყვის მოქმედების ტრაექტო, ეს უკვე პროკურატურის საქმეებია. აქ ეს კეთდება იმისთვის, რომ საზოგადოებრივი აზრის ფორმირება მოხდეს, არა მარტო საზოგადოებრივი აზრის ქვეყნის შიგნით, ძირითადად ქვეყნის გარეთ და შემდგომში გადაეცემა პროკურატურას და პროკურატურამ უნდა დადოს უკვე ესეთი მასალები, რომელიც მე სასამართლოს გადაეცემა. ჩვენ სამართლებრივ გზას ვერ ავწდები და ეს კომისიაც ვერ აცდება ამას. მეც ჩემი ინიციატივით, ჩემ პეტიციის, ქართული და პეტიციის საფუძველზე შეიქმნა ზიად გამსახურდიას გარდაცვალების საკითხთა შემსწავლელი კომისია. მე ამ კომისიის თავმჯდომარედ მისი შვილი კოკო გამსახურდია დაინიშნა. წარმოიდგინე და ეხლა ამას რატო დათანხმდნენ? ამ წარმოიდგინე, მე გამოვდია რაღაც პეტიციით, ნაციონალური მოძრაობა უმრავლესობა შეეძლო საერთოდ გაეტარებიათ, ხო რაღაცას ვაკეთებდნენ და კენჭის ხრაზეც არ აყენებდნენ საკითხებს. მათ ეს საკითხი პოლიტიკურად ჭირდებოდა. თან იფიქრეს, რომ ამით მოგუდავდნენ ჩვენ და ნუ რა უნდა გააკეთონ ამათმა და ჩვენ ძალიან საინტერესოდ ვიმუშავეთ ახლა. ძალიან საინტერესო. მე არც მეტი არც ნაკლები შვილი იყო, ხო, ბოლო-ბოლო კომისიის თავმჯდომარე. ასე გადავაგზავნეთ მე ეს საკითხი პროკურატურამ ეს საქმე, ნუ აღარ გააგრძელა. ხა თუ ასე გააკეთებს ახლაც პროკურატურა, მაშინ ჭიხში მოექცევა ეს საქმე, მაგრამ რაღაც მაქვს განცდა, რომ პოლიტიკური ნება არსებობს, რადგან ეს კომისია შეიქმნა. და პროკურატურა არის პოლიტიკურ დღის წესრიგზე დამოკიდებული, ჩვენ თქვა პირდაპირ რა, ახლა და ეს მარტო ჩვენთან არ არის. ყველა ქვეყანაში არსებობს მსხვილ საქმეებზე, პროკურატურა პოლიტიკურ დღის წესრიგს ანგარიშს უწევს. ეს ხდება შეერთებულ შტატებშიც, ევროპაშიც და ასე შემდეგ სასამართლო გადაწყვეტილებებიც კი. ახლა ჩვენ ძალიან ხელის გულზე ჩანდა ტრამპის მაგალითები, ხო? სასამართლო როგორ მიყვებოდა პოლიტიკურ დღის წესრიგს და თქვა იგივე საფრანგეთში დუროვის დაპატიმრება სულთა პოლიტიკური დღესასრიგის მიხედვით იქნა მიღებული გადაწყვეტილება, მერე განთავისუფლება, მერე აღკვეთი ღონისძიების ესე იგი საშინაო დაპატიმრობით შეფარდება და ასე შემდეგ, ხო. მე არ ვარ პესიმისტურად განწყობილი. ბევრი ჩემი მეგობარი და კოლეგა არის პესიმისტურად განწყობილი. და არც თუ უსაფუძვლოდ არის რაღაც ელემენტები, მაგალითად ასეთი არათანმიმდევრული განცხადებები პოლიტიკოსების, ხო? მაგალითად არჩევნებამდე იყო მე დავარქვი ამას ეპოქალურ, მე არ მეშინია ამას ლაპარაკს, როცა კარგ საკეთებს ადამიანი. ივანიშვილის გამოსვლა იყო მართლა ეპოქალური, როდესაც ილაპარაკა სისტემურ დანაშაულზე, ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსზე, აი დიდი შეკრება იყო არჩევნებამდე. მათ შორის ილაპარაკა რომ დამნაშავეები დაიჯებიან და ამ დამნაშაულებრივი სისტემის შემქმნელი პოლიტიკური პარტიის რეგისტრაციას ანუ გააუქმებით და ამ დამნაშავე პირების დაჟის ვისი ნაწილიც არის, ხო, ეს ახლა კომისია. მე აგერ რამდენიმე ხნის წინ გამოვიდა ძალიან მაღალი რანგის თანამდებობის პირი და ესენი არჩევნებში დაპატიჟა, აგერ ადგილობრივ არჩევნებში ნახოთო. თქვენი მარიფათიო და ეს რაღაცა წინააღმდეგობაში მოდის, ხო? ერთი მეორესთან თავსებადობა არ არის, ხო? ჩვენ თუ ამას დანაშაულების სისტემის შემქმნელში ადგილობრივ არჩევნებში როგორ ელოდები ამათ, არა? მერე იყო კიდევ ისევ დაბრუნება ივანიშვილის კონცეფციისაკენ და ისევ ნათქვამი, რომ უმრავლესობის ლიდერი იყო თვალწოდები, რომელსაც თქვა, რომ გადაგაშარდს არჩევნით შევალთ ამ კომისიის ნამუშევრის საფუძველზე და ასე იგი სასამართლოში მოვითხოვთ ამ პარტიების აკრძალვას. მაგ შემდგომში ისევ იყო არჩევნების ლაპარაკი. ამიტომ ასეთი ურთიერთგამომრიცხავი არათავსებადი, ერთმანეთთან არათავსებადი განცხადებები აჩენს ამ ესე იგი ეჭვებს და საქმეს ხო უნდა ხო არის ესეთი კატეგორია ადამიანების. კარგი ადამიანის, მაგრამ ყველაფერში რეჭი უნდა შეიპაროს. ამიტომ ასეთი ეჭვები იარსებებს მანამ სანამ არ იქნება კონკრეტული პირები პასუხისგებაში მიცემული, სანამ არ იქნება შეჩერებული მართლაც რეგისტრაცია ამ პარტიების და ისი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პოლიტიკაში სიმბოლოებს, სიმბოლიკას და რაღაცა ესე მსხვილ კონცეპტუალურ ამბებს, ხო? სანამ სააკაშვილი იქნება სასტუმროში,
პირდაპირ თქვა, ხო? ნუ ძალიან სასტუმრო ლუქსში, ხო? ხო, მანამდე ეს განცდა უსამართლობის განცდა ყოველთვის იქნება და ნუ არის ეს უსამართლობის განცდა, ხო? მე ხა კარგად მისნობ და არ ვარ ის ადამიანი რომ პატიმარზე, ნუ პატიმარი, ნუ სააკაშვილი საერთოდ არ შეიძლება პატიმარზე ლაპარაკი, ვარ ყოველთვის კონტექსტში და მისი მოთხოვნა გაუარესება პირობები და მე ამერს კატეგორია არა ვარ. მაგრამ პატიმარი დღეს ახლა მაგათ 27000 ყავდა და ახლა დღეს 8000-მდე პატიმარია, ხო? ახლა იმ 8000-ის პატიმარიდან ასე გამორჩეულად ამის ყოფნა ეს უფრო მეტი უსინდისობა და უსამართლობაა და ამაზე არ ლაპარაკი, ამის არ აღნიშნა, ვიდრე ის რომ სააკაშვილი თან ეს პატიმარი არ ჩერდება. ეს რო იყოს პატიმარი, რომელიც უბრალოდ პატიმარია, რა თქმა უნდა, აი სულთა კაცური ამბავია რა, რომ პატიმარზე ან კაი უნდა, ან არაფერი რა თქვა, თუ რაღაცა, მაგრამ ეს მოქმედებს. და მოქმედებს ჩემ წინააღმდეგ რომ მოქმედებდეს, არა უშავს შენ წინააღმდეგ, არა უშავს ჩვენ წინააღმდეგ, მაგრამ სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩვენ ხო ვიცით. ეს პატიმარი ერთ-ერთი და მისი ნაკურდალი ფული ერთ-ერთი მთავარი აქტორია ახლა ქვეყნის დამხობის მცდელობაში, ხო? რასაც ქუჩაში ხედავთ, ხო ეს ბრბო, რომელიც მოძრაობს ქუჩაში. ეს ხო დიდი წილი ახლა ისრაელის გაუქმების მერე ეს ნაკურდალი ფულია და ეს ფრანკლინის კლუბები და აქ ხდება ამ ფულით ხდება ახლა. ახალი დაფინანსების წყაროების გამოძებნამდე ამ პაუზის, ამ ორმოს შევსება ამით ხდება. პროცესები მართლაც ვითარდება პრინციპში ხა ადამიანი ვერ ხვდებიან ის ადამიანებიც კი რომლებიც დაუშვათ სააკაშვილის დროს ებრძოდა იმ მოცემულობას რა მოცემულობაც იყო ხო ეხლა რაღაცნაირად პირიქით სააკაშვილის მხარეს არიან მოდი ესე ვიტყოდი მე რა იმიტომ რომ მათ უნდათ თუ არ უნდათ ეს ესეა ისინი სააკაშვილის მხარეს არიან, იმ მხარეს არიან, სადაც ნაციონალური მოძრაობა, ან იმ პარტიების მხარეს არიან, სადაც ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წარმომადგენლები არიან. ეხლა წარმოიდგინე, ნუ შეიძლება სხვა ახალი პარტია ქვია, მაგრამ თავარი პროკურორი, ხო, ვინც იყო მაშინ ერთ-ერთი შემოქმედი ამ ყველაფრის, დღეს ვინც თავისუფლების სახელით ქადაგებს და თავისუფალი სიტყვის სახელით ქადაგებს და ნიკა გვარამიაზე მაქვს ლაპარაკი, აი ამ ადამიანების გვერდზე დგებიან, გესმის და კიდე აქეთ ხალხს ამუნათებენ, რომ თქვენ რატო არ ახართ ამ ჯანმრთელ პროტესტში რა. გესმის? აი ეს არის ზოგი შეგნებულად აკეთებს ამას თუ ზოგი რა ვიცი. იცი რა არის? მე მაქსიმალურად ბილად შევეცდები მაინც ყოფილი თანამებრძოლებზეც, ესე ჩვენ თანამებრძოლების ყოფილები რომ მეგობრობთ. კი ბატონო, რა თქმა უნდა. კაცები რომ მეგონა. კი ბატონო. ეგეთებიც არიან, ხო? ამ მდგომარეობაში. ესე იგი უკეთეს შემთხვევაში იგი განაწყენებული იყო, რაღაცა აწყენინეს, რაღაცა არ მისცეს და ამიტომ ებრძოდა, ხო? ხო. თორემ შენს პირდა ცხენაზე უარისმა გასაგებია კაცს, რომელსაც შენ მოღალატეს ეძახდი. და ეხლა იმ მოღალატის მხარეს რომ ხარ, მაშინ გამოდის რომ ან შენ მოღალატე გახდი, ან მაშინ იტყვებოდი. და წარმოიდგინე ამ ხელისუფლება კაცი ყველა შეიძლება შეგეშალოს რა კაცი ადამიანის შეფასებაში, მაგრამ მოღალატეს რო ეძახე, ამაზე უარესი რა უნდა თქვა, ხო? ამიტომ და მე არის ხალხი, რომელიც ეხლა ამაზე ოცნებაზე განაწყენდა და შეიძლება სამართლიანათაც ბევრი ვიცი, რომელიც განაწყენდა სწორედ იმიტომ, რომ ამათთან ერთგვარი კოლაბორაციას ვეძახი მაგ კოაბიტაციას. ჩვენ ხო ვიცით, რომ ბოლო ამ 12 წლის 9 წელი ეს კოლაბორაცია არსებობდა, ხო? კოაბიტაციას ეძახდნენ, ხო? ამის გამო და არ შეიძლება პირადი წყენების მიხედვით მონაწილეობა საერთოდ პოლიტიკურ პროცესში, იმიტომ ეს ყოველთვის შეცდომას დაგაშვებინის. პირად წყენას ყოველთვის უნდა აჯობა და ამაღლდა. უნდა ნახო, შეხედო, სწორად მიდის პროცესი და სწორად იქცევა თუ არა ადამიანი, ხო? როგორ ნაწყენიც არ უნდა ვიყო, მე და შენ ქართულ ოცნებაზე ბოლოს 3 წელია, რასაც ვხედავთ, აი გადაუჭარბებლად შემიძლია თქვა რა, ეროვნულ მოძრაობაში, რასაც ჩვენ ლაპარაკობდით, რასაც ჭანტურია, ზვიად გამსახურდია, კოსტავა, ესე ამის მერე 30 წელი ამის თქმას ვერავინ ვებედავდა. ეხლა ესენი ამაზე ბედავენ კი არა. საკანონმდებლო დონეზე ბევრი ისეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, თუ მისცეს ამას მერე იმპლემენტაციის, ანუ თუ მოქმედებაში მოიყვანოს, თუ ისე ხო, მაშინ არ შევიდნენ, რა თქმა უნდა. აი ეს 30 წლის განმავლობაში ეს ლექსიკა
ერი, ეროვნულობა, რაღაცა ეს საერთოდ სუვერენიტეტი ხო, ყველაზე ეს ითვლებოდა რაღაც როგორ გითხრა, ეს რაღაც ძველმოდურ უკეთეს შემთხვევაში, ჩამორჩენილ ცოტა რაღაცა პროვინციალურ გოემო რაღაცას ან რაღაცას შეურაცხყოფას მოგაყენებდნენ, ან ხელს ჩაიქრნენ, ან დაქცინებდნენ, გაგაშარჯებდნენ. ხო, ეხლა ამას ხელისუფლება აკეთებს. ამის არ დაფასება შეუძლებელია. შეიძლება პირადი საკითხზე იყო ნაწყენი, მე მყავს მეგობარ რომელიც პირადი საკითხის გამო აქვს, მაგრამ ის ხდება, იკაცია და იმით ის ხდება, რომ სახელმწიფოებრივად ესენი სწორები არიან. პირადი აქვს და სამართლიანადაც აქვს, მაგრამ სწორ გზაზე დგას და ამიტომ უჭერს ამ სწორ გზას უჭერს ხარს. და ამ შემთხვევაში ამათი მხარდაჭერა, ამ კურსზე ეს ქვეყნის მხარდაჭერა. შენ მოკლედ ქვეყანას უნდა უჭერდე მხარს, სიმართლეს უნდა უჭერდე მხარს და ამ გზაზე ზოგჯერ ქართული ოცნება დაგემგზავრება, ღმერთი მაგას რომ მუდმივად დაგემგზავროს, ეს ყველასთვის კარგია, ზოგჯერ რაღაცა და მაგრამ ამ გზაზე უნდა იარო და მაშინ არ აღმოჩნდება ზოგიერთ ჩვენი მეგობრის მდგომარეობაში, რომელიც აი ნუ არ ვიცი ახლა ეს ფსკერის ქვევით არის ახლა. და რატო ვერ ხერხდება ქვეყანაში, აი ხო დაუშვათ, შუა გაკრეფილია ხო? პრინციპში არ არის ორი მხარეა რა. გვინდა, არ გვინდა ეს სიტუაცია ესეა რა. კი ზოგი იბრალებს რომ და დაუშვათ ჩემი პოლიტიკური ძალებზე მაქვს ლაპარაკი რომ აი მე ვარ გაგამრჩენელი ესე ვთქვა და მე ვარ ის ძალა რომელიც ეს მაგრამ საბოლოო ჯამში არჩევნებს თუ დავაკვირდებით ხო შუა გაკრეფილი არ არსებობს ამ დროს ქვეყანას ძალიან ჭირდება ხო კონსტრუქციული ოპოზიცია რა ძალიან ჭირდება და აი როგორ წარმოგიდგენია როგორც პოლიტიკოს კითხავ რომ აი როგორ შეიძლება ეს გაჩნდეს იმ დროს და იმ ქვეყანაში როდესაც ორი ფული არსებობს სააკაშვილის ფული და არსებობს ივანიშვილის ფული რა ну იცი ამ უფულო ქვეყანაში ამ სიტუაციაში აი რა უნდა მოხდეს ისეთი რომ ეს ძალა საბოლოოდ კრიმინალური ძალა ჩაირეცხოს და კონსტრუქციული მართლაც კონსტრუქციული ოპოზიცია გაჩნდეს ქვეყანაში რომელიც უკვე დაიწყებს ლაპარაკს სოციალურ პრობლემებზე დაიწყებს ლაპარაკს რა ვიცი ყველაფერზე რაზეც სალაპარაკოა და რაზეც მართლა უნდათ ადამიანებს ოცნებასთან კრიტიკა ოცნებასთან და რა თქმა უნდა გაკეთება შემდეგ ამ ყველაფრის რაზედაც აკრიტიკებენ ოცნებას ძალიან ისი რა ერთი თავარ საკითხს მიადექი რა ჩვენს პრობლემას და აქ მე ვიტყოდი რომ ძალიან ესეთი ცოტა უხეშად ვიყარ ძალიან მიამიტური მიდგომა აქვს ინფანტილური და არა მარტო საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილს პოლიტიკურ თვალსაზრისით ვამბობ ამ ინფანტილიზმს იჩენს ჩვენ საზოგადოება და პოლიტიკურ სპექტრშიც და არის მოლოდინო ბიზინა ივანიშვილმა უნდა შექმნას ეს ოპოზიცია ეხლა ნუ აი როგორ გითხრა ჯერ ივანიშვილის ფუნქცია სულ არ არის თავისი ოპოზიცია შექმნას. აი მითხარით რატომ უნდა შექმნას? ვინმე თავისი ოპოზიცია, ხო? საერთოდ ოპოზიციას ქმნის საზოგადოება. აი ამ საზოგადოება რომელიც ელოდება რომ ახლა ივანიშვილი შეაგროვებს რაღაცა კაი ბიჭებს, პოლიტიკოსებს და თავისთავად შეუქმნის ის არაკომფორტულ ოპოზიციას, იმით რაც შენ ახლა თქვი, ისე საკითხები ეს არაკომფორტული, ესენი კომფორტული ოპოზიციაა. ეს ბრბო რომელიც ქუშაში დარბის და ასე რა ქვია ოცნებას და ვინც არ გვედა საჭმელში ჩაუბურთხეთო რო ყვირის ახლა ბოდიშა მაგრამ ნუ ხო ნუ სანამდე დაეცე ხო ამაზე უფრო კომფორტული ოპოზიცია სად უნდა იპოვო მითხარ რომ სანთლით რო ეძებო ვერ იპოვე ხო ასე იგი იწვევს აბსოლუტურ ზიზღს ქართულ საზოგადოებაში მის დიდ ნაწილში ხო მაგრამ ნუ საზოგადოებასაც უკვე ამოუვიდა ყელში ეს ყველაფერი ხო ეხლა შემდეგ არჩევნებზე კიდე ეს ნაცკოჩული ამბავი რო იყოს ხო მე აღარ ვიცი უბრალოდ როგორ შეიძლება რომ ეს გაპრავდეს რა მაგრამ მაინც თუ მაინც ასე დარჩება მაინც იზოლებული არჩევანი არ გექნება მაინც იზოლებული გახდები რომ ქართულ ოცნებას მისცე ხმა ამიტომ ვთქვი ნახე ამიტომ ვთქვი მე რომ ეს ძალიან კომფორტულია როცა იყო მომენტი როცა ესენი ცოტა ხო მაგრამ მაშინ ამ პროცესს არ დაიწყებდნენ რაც ახლა პარლამენტში მიმდინარეობს თუ ესენი აპირებენ რომ ესენი არალეგიტიმურებად გამოაცხადონ ხო ეს ოპოზიცია რომელიც დღეს არის ვითომ ჭალებში ოპოზიცია ხო მიშისტები და ნაცები ესე ვთქვათ რა ასე ამა თუ იმ ფორმით რა მაშინ რაღაც იწყებდნენ ამ პროცესს თუ შემდეგი არჩევნებისთვის ისევ ესენი უნდა იყვნენ ოპოზიცია აი ახლა ეს პროცესი ვინ დაიწყო ეს პროცესი დაიწყო ივანიშვილმა. ჩვენ ხო ვიცით ეს არ არის ამის ქვედა მეორე ეშელონის თუ გინდა რა გინდა პირველი შვილი დავაქვს. ეს იდეა არის ივანიშვილის, ხო?
ის ამას ხედავს. ის ხედავს, რომ მის ინტერესში ზოგჯერ არის, რომ შენ ლიდერის ინტერესი და გარემოსის ინტერესი აბსოლუტურად განსხვავდება ერთმანეთისგან. და მე ვფიქრობ, ამას მიიყვანს ბოლომდე. მე ასეთი შეიძლება სურვილი აქვს და ზოგჯერ ადამიანს სურვილი არის ხო. მარტოაც გონია რომ ასე იქნება. მეც ვერ ვხედავს სხვა გზას ახლა, იმიტომ რომ ძალიან დაარტყამს მის ავტორიტეტს და იმიჯს და მის ინტერესებს. მაგრამ ის რო ახლა ივანიშვილმა თვითონ შექმნას შეაგროვოს გია ჯონდი და კრემაციები და უთხრას რომ ახლა თქვენ ამ და ეს რაღაცა არ არის ძალიან მიამეტური ამაზე ფიქრი. ეს ჩვენ უნდა გავაკეთოთ, მაგრამ მე რატო ვთქვი რომ საზოგადოება ქმნის ოპოზიციას. ეხლა მოდის ისეთი არჩევნები, რომც მოინდომოს სულ სიტყვას ეხარ ქართულ მოცემას სპეკულაცია იმით რომ იციან ჩვენ თუ არ აგვირჩევთ ეხლა ესენი მოვლენ. ადგილობრივ არჩევნებში ვაფერსას ვერ მოვა, ამიტომ ვერ მოვალთ, ხო? ანუ ადგილობრივი არჩევნები არის თბილისის საკრებულოში, სამტრედიის საკრებულოში, სენაკის და ბათუმის ამის არჩევნები. მაგრამ მეორე მხრივ ამით მოხდება დაფიქსირება, ერთგვარი ლეგალიზაცია. შეიძლება თქვი, ისეთი ოპოზიციის, მე რომ ვამბობ, ჩემი ტერმინით ვიხარ, არაკომფორტული ოპოზიციის, რომელიც უკვე გზაზე სადღაც ორმორო არის. ხონის რაიონში ამაზე დაიწყებს ლაპარაკს და არა რაღაცა ყურით მოთრეულ რაღაც თემებზე რომ თურმე რაღაცა საკმარის დემოკრატია არა გვაქვს, იმიტომ რომ რაღაცა LGBT თემი აქ იჩაგრება, ხო? ჩვენ ამას ვხედავთ, ხო? ძირითად თემებს და ყველაზე აქტუალური და ეს რომც იყოს მართლა ჩვენ რო გეშლებოდეს რამე. ეს რო იყოს რაღაცა მნიშვნელოვანი თემა, ამაზე ყველა თემას ეს ფარა აქვს და ამაზე მნიშვნელოვანი ქვეყანაში არაფერი არ ხდება, ვიდრე კაცია თუ ქალია და ახლა არ ჩაუღრმავდები, ხო? მე კვადრობერები წამოვიდა ახლა ეს ყებს და ძაღლია და უგანმართო როგორ ძაღლს და ასე თუ ასე საქართველოში ყოველ შემთხვევაში ეს ყურით მოთრეული თემა როა რა თუნდა ეხლა ლაპარაკი. საერთოდ რა არის ახლა ისე ის გამახსენდა პოლიკარაკაბაძის ყვარყვარე გამახსენდა იქ ყვარყვარე რო ეკითხება ტიტენ ატუტას რომ ადრე რაღაცა სათხარ რაღაცა სხვა პარტიაზე ადრე რაღაცა სხვა უბედურება არიყავიო და იგო სადღაც პოლიციის საბჭოში არ შემიყვანეს და გაბრაზდი და წამევედი და ახლა აქ შემევედიო. აი ეს ჭირს ჩვენს კოლეგებს. ეს ჭირს უკეთეს შემთხვევაში. ან ყოველთვის ასეთი იყო, ან უბრალოდ განაწყენებული იყო, რაღაცაზე განაწყენდა. ხო ყავდა ბიზნეს პარლამენტშიც ყავდა, ბევრ მთავრობაშიც ყავდა. ჩემგან აი აბსოლუტურად მე სამარცხინო იყო ახლა ხიდაშელი წარმოიდგინე თავდაცვის მინისტრი ყავდა ხიდაშელი რა და პარლამენტის თავმჯდომარე რა მდგომარეობაში იყო ქვეყანა ხო რაღაცა ხარკს ვიხდიდით მესმის რომ ივანიშვილისგანაც ეს რაღაცა ეს დასავლეთთან რაღაცა რომ ჩვენ არ ვართ ისეთისა არ იმუშავა ამა ხო ხოლა აი ეს ადამიანებიც ესე იყო განაწყენდა მერე და ესე რა ქვია განმოვიდა და ახლა მეორე უბედურება გახდა ადრე სხვა უბედურება იყო და ახლა სხვა აი ტიტენ არტუტ არის დონის პრიმიტივი არ უნდა იყო ადამიანი და არ ჩავარდები ამ მდგომარეობაში დღეს ახლა ოჯახიანად რო ჩავარდა ჩვენ მეგობრობდით ამ ადამიანებთან ხო იმიტომ რომ ამადი როგორ რაღაცას გავდა ახლა მე ამას არ ვიფიქრებდი კიდათ რაღაც ზოგიერთის ნამუზე მაღალი წარმოდგენის ზოგიერთის არ ვიყავ, მაგრამ ამას ახლა რასაც აკეთებენ, ხო? ეს მიშის და ზუარეს რო იქ ამას ვერ წარმოვიდგენდნენ მოგაკეთე. აი დიდი პრინციპში ბიზნეს გადმოსახედიდან რო ვილაპარაკოთ ხა პრინციპში მასაც აი შიდა სიტუაციაში დარწმუნებული ვარ რომ ძალიან ბევრი რაღაცა არ მოწონს, ხო? ხა დაუშვათ და უნდა ამის დაუშვათ გამოსწორება, ხო? იგივე რა ვიცი, რაც ნორმალურ ადამიანს და მოფიქრალ ადამიანს შეუძლია რომ თავის ქვეყანა უკეთესობისკენ და თუნდაც კორუფციის ამბავი, ხო? ყველა ქვეყანაში არის ეს ამბავი, მეტნაკლებად, მაგრამ ამის გამოსწორება შეიძლება უნდოდეს სხვა რაღაცის გამოსწორება, იგივე სოციალური საკითხების შეიძლება უნდოდეს ბანკში საერთოდ პროცენტების დაწევის და ასე შემდეგ. რასაც დაუშვათ შეიძლება ოპოზიცია თავისმა შექმნილმა ოპოზიციამ გააკეთოს და დაუპირისპიროს ამ ხელისუფლებას რა.
იმიტომ რომ სხვას ფული არა აქვს ჯონდი. როგორ შეიძლება შენ კარგად იცი და უშუალოდ რა ჭირდება არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. სულ ყველაფერს თავი დავანებოთ. ხო, მარტივად რო ვთქვათ რა. მილიონებზეა ლაპარაკი და 3500 უბანზე დამკვირვებლები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამის შესაძლებლობა და რესურსი არავის არა აქვს დღეს. ხო, მაგას ვიძახი და აბა სხვანაირად არც გამოჩნდება არაფერი რა და ისევ მე იცი რა არის ნახე გია აქ თვითონ მოჯავდეობულ წეს ვეჯახები ჩვენ მაგრამ ამიტომ წამოვწიე მე საზოგადოების მნიშვნელობა საზოგადოება შეუძლია გააკეთოს ის რასაც ბიზნა ეხლა გააკეთებს ერთია ბიზნეს რა უნდა მეორე არის რა შეუძლია ჩვენ ეხლა ასე წარმოვიდგინეთ ანუ საზოგადოება როგორ შეიძლება გააკეთოს ეს საზოგადოება უნდა შექმნას ხმა უნდა მოქცეს ხმა უნდა მისცეს რეალურ პოლიტიკურ ძალას ისეს რომელსაც მილიონები არა აქვს ხალხმა ძალიან კარგად ისის დღეს ხელს გულზე ჩანს ბექგრაუნდი პოლიტიკოსების ვინ რა გზით იარა ეხლა არ არის სავალდებულო გუშინ მოსული შეიძლება არ იცოდე და იმას სჭირდებოდა პირმა არის ბევრი ადამიანი რომელსაც შეიძლება ამით შეირჩეს ხო შეიძლება ვიღაცის რეკლამა ბევრჯერ ვერ ნახო და რისკიც დაბალია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ მეორე მხრივ აი პოლიტიკურ establishments პასუხისგებლიანს და არა იმას ტიტანატუტარებს რომ განაცხენდა და ახლა მეორე უბედურება რო გახდა წინა უბედურებაზე უფრო უარეს უბედურება უნდა გამოიჩინოს ცოტა პასუხისგებლობა იცი როცა შენასაც ამბობ არ არის ეს მილიონები და ეს არ არის უნდა კონდეს ნამუსი და ინტელექტი რომ შენ ერთია რომ კი წარმოგიდგენია შენი თავი საქართველოს გადამრჩენლად მაგრამ მეორე არის შენს უნდა შეაფასო რა შეგიძლია ამიტომ როცა შენდეს არ შეგიძლია უნდა მოძებნო შენის უნდა შეიკრიბო გუნდი უნდა შექმნა უნდა შეკრიბო შესაძლებლობები უნდა შეკრიბო ინტელექტუალური შესაძლებლობები უნდა შეკრიბო ადამიანური შესაძლებლობები უნდა შეიკრიბო ყველას რაღაცა თავის აქვს და შენ თუ საინტერესო პროდუქტს პოლიტიკურ პროდუქტს შესთავაზებ საზოგადოებას გამოჩნდება რაღაცა 2 კაპიკის გამღები ბიზნესმენის გამოჩნდება ხო შენ პროექტი უნდა წარმოადგინო და აი რა 30 წლის განმავლობაში შენ ასე სამოვერც ერთხელ მოხერხდა ახლა რაც ქართულ ამ 12 წლის განმავლობაში მოხერხდა რაიმე ნაირი ალტერნატივის შეთავაზება ან ქართული ოცნების ან მოძრაობის ვერა ხო ვერა ანუ ჩვენ გვინდა რომ ივანიშვილს დავაბრალოთ ჩვენ გვინდა რომ საზოგადოებას მე ვადებ ამ პასუხისგებლობას მაგრამ ჩვენც უნდა გვესმოდეს რომ ფანტაზიები რომ მე ვარ ქვეყნის გადამრჩენი და მე ვარ მთავარი მე უნდა ვიყო მაგრამ ეს პირველი არის ერთი მე მეორე მესამე 2 და 3 და 5 პირველი არ არის ხო? ჩა 1 2 3 ასეთია თულა. ერთის მერე 2 მოდის და 1 ასე არ მოდის, ხო? რაღაცნაირად კომპრომისული ვარიანტი უნდა მოიფიქრო. უნდა არსწონო შენი თავი, ის რომ ეხლა აი ვეფხისტყაოსანი გამახსენდა ამასი და უნიჭო მოშაიერეზე რო უწერია შოთა რუსთაველს რომ მაგრა იტყვის ჩემის ჯობსო უცლოსო ვითა ჯორი ასე ჯორივით არ უნდა გაჯიუტდე რომ რაც არ უნდა კაი ბიჭი იყო ხო მოილაპარაკ უნდა რაღაცა უნდა შესთავაზო იგივე ივანიშვილს რაღაცა საინტერესო ხალხი უნდა დანახო რომელთანაც მას მოეწონება აი ესეთ ძალიან ღარიბულ სიტყვა მოეწონება სპარინგ პარტნიორი პოლიტიკურ სპარინგ პარტნიორის დანახვა და ეს ძალიან ახლა რო შერო თქვი რომ აი უნდა მაგალითად ფასების გაიაფება, ხო? ივანიშვილის დასაყრდენს გადახედეთ პარლამენტში. და ძალიან გამოცდილი მე აი ძალიან მადლიერი ვარ რომ ამათ მე ხლა ივანიშვილს არ უღალატეს. რატო ახლა უნდა მოგწონდეს, თუ უღალატებენ და დესტაბა ჩაულები მდგომარეობაში და შენ ოპოზიცია, მაგრამ ახლა ამ ივანიშვილის ღალატი ომი პირდაპირ ომი იყო გაჩაღებული, ხო? ამიტომ მართლა მადლიერი ვარ ყველასი და ვაჟკაცები ყოფილან, რა, იმიტომ ძალიან დიდი ზეწოლა იყო ამათგან და ეს არ იყო ახლა ზეწოლა უბრალო იმისგან, ხო? ბოლო მთელი დედამიწის პატრონი ვინც იყო და ვინც ახლა ამერიკაში დამარცხდა და მაინც ევროპაშიც ესე ან დამარცხდა და ან არ დამარცხდა კიდე ომობს ხო ტრამპი კიდე ომობს შემთხვევაში ტრამპს მე არ მგონია რომ ტრამპმა ამ შემთხვევაში დაამარცხა ის ძალები რომელსაც ესენი ყველანი მისი საყრდენი უმეტო ბიზნესმენები არიან პარლამენტის წევრები ავიღოთ რომელიღაცა ბიზნესი მაგალითად ფარმაცევტიული ბიზნესი გამოვიდა ღარიბაშვილი და თქვა რომ
რაღაც 8000%-ით უფრო ძვირი იყო წამალი ვიდრე მე დავდე 1753%-ით წამლები. ანუ 1757% უფრო ძვირი ვიდრე რუსეთში და თურქეთში. ანუ რა არის ეს? არის კარტელური შეთანხმება, ხო? ასეთი პრობლემები არის ზღვა. ეხლა შენ რო პოლიტიკოსი ხარ, შენ არ გაქვს ჯოხი. ირმანიშვილი კი არა, ვინც გინდა ის იყო, აი ტრამპი. ხო. ხო შეადარეთ რა, ამხელა ქვეყნის პრეზიდენტია, ხო? და ამხელა ძალმოსილება. და უნდა და ერთი ჯოხი, ჯადოსნური ჯოხით რაღაც გაკეთა, ვერ გააკეთა. შენ ასე დროს ირჩევ უფრო აქტუალური რომელიც არის. ხო? შენ აი რო იწვის ისეთი პრობლემა, ეს უნდა გააკეთოს, რო იწვის ეს პრობლემა, აი ფასე ოპოზიციამ. ანუ ოპოზიციამ უნდა შეარჩიოს არსებული პრობლემებიდან სახელმწიფოს და ხალხის მნიშვნელოვანი რამდენიმე პრობლემა, ამის აქტუალიზაცია უნდა მოახდინოს. რომ ეს არის ახლა მთავარი, რაზეც ხელისუფლება, იგივე ვთქვათ, აი ბევრჯერ ვახსენეთ, რა ვქრათ, მაგრამ ბოდიშუხტი ახლა მართლა მანიშვილი შეიძლება ესეთი არაკომფორტული იყოს, ასე ბევრჯერ ვახსენე, მაგრამ პრინციპში დადებით კონტექსტში ვახსენებთ, ხო? ხო, მას ის იზოლებული გახდება, რომ ეს პრობლემა შეარჩიოს უკვე იმის გუნდში, რომელიც მაგალითად რომელიღაცა ბიზნესში დაინტერესებული ასე იყოს, ის უკვე ახსნა აქვს მას, რომ ჩვენ თუ ამ პრობლემას არ ვაგვარებთ, მაშინ ეს ოპოზიცია უკვე ჩვენთვის არაკომფორტული ჯანსაღი ოპოზიცია, რომელიც მაგალითად აქტუალური გახდა წამალზე ფასები, აქტუალური გახდა საპენსიო რეფორმა, აქტუალური გახდა განათლების რეფორმა, ხო? ესენი ჩვენ საერთოდ დაგვამარცხებენ არჩევნებში. ამიტომ იზოლებული ხდებიან, რომ პრობლემების მოგვარება დაიწყო. რა თქმა უნდა, ხო? ეს ოპოზიცია ეს არის. ეს არის ხახუნი კონკურენცია მას რა ქვია, ერთ პოლიტიკურ ძალას და მეორე პოლიტიკურ ძალას შორის. თუ შენ პურის საცხობი გაქვს ბიზნესის ენაზე, ამ ქუჩაზე სხვა პურის საცხობი არ არის, შენ არანაირი мотиваცია არ გაქვს, რომ კარგი პური გამოაცხო, წონაში დიდი იყოს და მაინც ყიდი და რა მნიშვნელობა. სხვა გზა იმას არ აქვს, მაგრამ როგორც კი მეორე და მესამე გაიხსნება, შენ წონას არ იპარავ, ფასი უნდა შეამცირო და კაუკეთესი უნდა გამოაცხო იმაზე. უნდა შეეჯიბრო. აი ეს არ არსებობს დღეს. ეს ძალიან დღეს ჩვენი უნდა ვთქვა რა, ჩვენ საზოგადოების პოლიტიკური სიმწიფე ძალიან მაღალია. ჩვენთვის გასაოცრად, აი პოლიტიკურად ძალიან გაზრდილმა ნაწილმა საზოგადოების რომელიც აი რაოდენობით საკონტროლო პაკეტია დღეს ჩვენი საზოგადოების, ამან გადაარჩინა დღეს ქვეყანა. კი ბატონო, განუზომელი იყო წვლილი, რა თქმა უნდა, ივანიშვილი ედგა ამას, ეთაურობდა ამას, ქართულ ოცნება ყველას უფასეთ, ყველაფერი კი ბატონო რაც გააკეთა, მაგრამ საზოგადოების საკონტროლო დიდმა რაოდენობამ ხმა, ესე იგი, მდუმარე უმრავლესობის როლი არ შეასრულა და ხმამაღლა ამას ლაპარაკობდა. გეთანხმები და ალბათ ის შეცდომა აღარ დაუშვა, რასაც ადრე უშვებდა რა. რა იყო თავარი შეცდომა? ვარდების რევოლუცია რა იყო? ვარდების რევოლუცია იყო აქტიური უმცირესობის დომინირება უმრავლესობაზე. მდუმარე უმრავლესობაზე. და არ დადუმდა, არ დაშინდა და ხალხი ხმას იღებდა, მე ხო სოციალურ ქსელებს ძალიან აქტიურად ამას თვალს ვადევნებ და რაღაც პერიოდი შედარებით ნაკლები იყო, მე მოიმატა და აი ამ ხალხმა ეს არ დაუშვა. ამიტომ ამ ხალხის მადლერი უნდა ვიყო ჩვენ ქართული მათ შორის ძალიან ბევრი არ არის კმაყოფილი ქართული ოცნების, მინდა გითხრათ. დაახლოებით 1,200,000-დან 300,000 ხმა სუფთა ქართული ოცნებიდან შეიძლება რეალურმა ოპოზიციამ ქართული ოცნებისგან წამოიღოს. აი კომფორტულია ასეთი ოპოზიცია? არ არის კომფორტული, ხო? ამიტომ ნუ დავავალებთ ჩვენ ქართულ ოცნებას და მის ლიდერს, ნუ დავავალდებულებთ, რომ მან თავისი საპირწონე, თავისი თვის არაკომფორტული ოპოზიცია შექმნას. პლუს აქვე უნდა ითქვას, დაახლოებით 20%, მინიმუმ 22% კიდე დღეს აღებული ხმების, რაც ბანკირებმა და გახარიამ რაც აიღეს, ეს იყო იმ ადამიანების ხმები, რომლების შესაძლოა სავსებით სამართლიანად არიან განაწყენებული ქართულ ოცნებაზე, სირცხვილად ჩათვალეს ნაცმოსაობის ხმის მიცემა, მაგრამ მიიღეს უფრო სამარცხინო გადაწყვეტილება და დაუჭირეს ამათ ხმა, არანაკლებ სამარცხინო გადაწყვეტილება, მაგრამ სხვა გზა არ ქონდათ. ეს ჩვენი ხალხია. ეს 22-დან 25%-მდე ეს ჩვენი ხმები, გახარიასთვის ეს არ ეკუთვნის გახარიას და
ამ ბანკირებს და გახარია ტრაგიკული შეცდომა დაუშვა ინტელექტუალური. გახარია ჩახტა იმ ქვაბში, მოიხარშა იმ ქვაბში, სადაც ამ ხმებს ვეღარასდროს ვერ აიღებს. მას რო თავის დროზე ასნაირად ხაზგანყოფი გაეკეთებია აი ამ ბრბოსა და თავის შორის და ეთქვა რომ რასაც აპირებს. ის არ გამოდის, ეს ესმის რომ პარლამენტიდან გზა არ არის, ხო? ეს ესმის ვიღაცა ჭკვიანი ყავს და უთხრა თუ მას არ ეყვა ეს ჭკუა, მაგრამ იმის ჭკუა და უბრალოდ აი გამბედაობა არ არის. ზოგჯერ არის რაღაცა უნდა გადაწყვიტო პოლიტიკოსმა, არ შეიძლება პოლიტიკოსმა აი დღეს ამ წუთში რაც შენ რაღაცა კომფორტულ გარემოში შეგიმის ეს თქვა. ეს გადაწყვეტილება მიიღო, იმიტომ რომ შენ კონტექსტი უნდა ხვალინდელი დღით უნდა ხვალინდელზე უნდა იფიქრო და გძელვადიანი დაგეგმარება უნდა მოახერხო თორე ხა დღეს ან შიშით არ უნდა მიიღო. მე ვფიქრობ მან გაბედა უბრალოდ ვერ გაბედა რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეხლა რისი იმედი ქონდა ხო მაგას და საერთოდ მაგათ რა ვინც ახსენე ეხლა ბანკირები და დაუშვათ გახარ რისი იმედი ქონდათ მაგათ საბოლოო ჯამში ხალხის უმრავლესობის იმედი ხო არ ქონდათ მაგათ ისე იმ პატრონების იმედი ქონდათ გესმის სხვა იმედი არ არსებობს ან საზოგადოების და ხალხის იმედი უნდა ქონდეს ან იმათი იმედი უნდა ქონდეს რომ ის დამშავს რა და იმას გესმის ეს კარგად ეს არის ლაჩრობა ამას მომბობს ზუსტად მას უნდა გაებედა ამას ვაშკაცობა უნდა გაებედა და მაშინვე უნდა ეთქვა რომ ეს არასწორი გზაა და ჩვენ რა პარლამენტში არ შევასწავლე პარლამენტში არ შედიხარ თქვა თუ იძახი რომ გაგიყალბეს ხო არ მოგიმატეს დაგაკლეს ხო დავოცილო შედი პარლამენტში შეეძლო გადასულიყო და გადაეფარა იგივე ბანკირების ხმები და ეს ხმები ყველაფერი მას წამოიღო მაგრამ ეს არ იყო რატო იმიტომ რომ აი რაც შენ თქვი ბულინგი შეეშინდა რა ერთი რომ ბულინგი შეეშინდა და პატრონები იქ იპოვა ისინი ამბობდნენ რომ უნდა დავამხოთ და მათ ეგონათ რომ დაამხობენ და ამასაც ეგონა რომ დაამხობდა. ანუ ეს მზად იყო რომ დამხობაზე წასულიყო და ეს დამხობა არ იყო იმანიშვილის და ეს ხო ქვეყნის დამხობა. ანუ ქვეყნის დამხობაზე იყო მზად და რეალურად რა ვინიღებდა ქვეყნის აბსოლუტურ მართლობას რა გახარიას ამართინებდა ვინო ქვეყანას და ბანკირებს აბსოლუტურად ქვეყნის აი ფლიანად გადიოდა ქვეყნის გარეთ. საერთოდ რომ ვერ გაიგებდი რა გადაწყვეტილებას იღებენ ისე გადაწყვეტილებას გეტყოდნენ დაგავლებდნენ და გაგაკეთებინებდნენ ხო საბოლოო ჯამში ნუ რაღაცნაირად თვითონაც რამდენი ხანია უკვე ხო 12 წელიწადია ერთი და იგივე ბორბალში დარბიან ციყვებივით და ნუ არანაირი იმის შეგრძნება რომ დაუშვათ საზოგადოებას ხალხს ანუ ის საზოგადოება და ის ხალხი მაგათში არაფერს არ წარმოადგენს გესმის ხა ქართულ კაცს რო ეტყვი რომ ღვინოში ჩაგიფსიო რა ბოდიში ამ სიტყვისთვის და შეუგინებ ყველაფერს რაც მისთვის წმინდა და ოჯახს შეუგინებ პატრიარქს შეუგინებ გესმის პატრიარქს რომელსაც მართლა ამდენი ქართული საქმეა გაკეთებული დავანებოთ თავი დაუშვათ იმას რომ რა როგორ და თვალთ და ხედვით ხო ჩანს რა რამდენი ქართული საქმეა გაკეთებული სიმბოლო ქართლობის ქართულობის სიმბოლოა უკვე ანგრიეს აი ავტორიტეტები ანგრიეს და მიადგენ პატრიარქს და ვერ დაანგრიეს და ამაში გიждდებიან გესმის და ბერიგებენ ამითი ქართველების გულებს რა აი ეს ადამიანი არ უყვართ დაუშვათ ვინც ბუნებრივად ლაღია სოფელში ჩადიან დაუშვათ კახეთში ჩადიან და ეს გულაღი ხალხი დაუშვათ თავიანთი ტკილოთი თუ თავიანთ სიყვარულს უხსნის მრავალჟამიერს ბღერის აი გული ერევათ ამ ყველაფერზე გესმის გეცახმებით და რატო აკეთ განა ამას ვერ ხვდებიან ეს არის პოპულარული და განა არ შეუძლებს ზაკურლად მოატყუონ ხალხი უბრალოდ ამას აკეთებ იმიტომ რომ ხილხილში გადაგამსხვრიონ რომ ის არ არჩევი აი ვინც ბოდიშა სულში გაფურთხებს ის რო არჩევიონ რა ამას აკეთებენ ამას ძალადობით არ გეუბნებიან მას არ აინტერესებს ევროკა კომისიის დასკვნა რა იყო რომ კი ყველაფერი ასე მაგრამ ჩვენ არ გვაინტერესებს ჩვენ რო გეუბნებით ასე გააკეთეთ ანუ გეუბნებიან რომ ჩვენ არ გვაინტერესებს შენ რომ ამათ რო ხალხი არ ირჩევს
ჩვენ გეუნებით რომ ისე გააკეთეთ რომ ესენი მოვიდნენ ხელისუფლებაში. ჩვენს ფეხებზე გვიდე ხალხი რა. ეგრე აზროვნებენ რა. ხო და ამას გეუნებ გაფურთხებს სულში რომ ამოგაძროს თავარი რა ძარღვის გაკეთე ხერხემაში გადაგამსხვრიეს და მე ხერხემაში გადამსხვრეული ადამიანი ხო ნათქვამი რომ ხოხვისის დაბადებული ვერასდროს ვერ იფრენს. შეიძლება ხოხვისის არ იყოს დაბადებული, მაგრამ გადააქციო ხოხვისის დაბადებული ის მე ვერ გაიმართა წელში. ის იხოხებს ყოველთვის რა ახლა კაცი რომელიც რაც შენ თქვი ახლა ქვებში და აგერ მინდა სუფში ჩაუფრთხო საჭმელში ამას რო კაცი აერჩევს ახლა და LGBT რაღაცებს რო ხელი მოდი ამას რო ხელისუფლება თავზე დაისვამს ის ერი გადატეხილია ხერხემალში რამდენი ერი გადაგვარდა ასე და დააკვირდი საქართველოს ისტორიას როგორი ომები გქონდა ჩვენ ბიზანტიანასთანაც ქონდა ომები მაგრამ როგორი ომები იყო და წავაგებდით მოველაპარაკებოდ რაღაცას წაიღებდით იყო რომ მოუგებდი და მე ჩვენ რაღაცას წამოვიღე თორნიკე ერისთავის ბიზანტიის მეფის კარის გადაწყვეტილებები შევერეოთ მაგრამ არც ერთ ეს არ იყო ეგზისტენციალური ომები არც ერთს ისინი გვაკლავდნენ თავს და არ ჩვენ აბა გადახედეთ თურქებთან ყიზილბაშებთან თემურლენგთან ომებს გადახედეთ რა ომები იყო აწყდებოდა ერი ამას და ამას არ ტოვებდნენ წამებები რა ხდებოდა ხო ეს ესერია ხო ეს უნდათ რომ შენ კი არ მოგატყუონ მოტყუებით ის ვადა გავიდა ეხლა გეუბნები კი თემურლენგია ჩინგისხანია მაგრამ აირჩიე ასე აარჩევინებენ დედამიწაზე ხალხს ანტიქრისტესაც აი იძულების არჩევანის წინაშე დააყენებენ მაგრამ საქართველოში ეგ ვერ იმუშავებს გამორიცხულია იმიტომ რომ რაც შენ მოყევი ხა თემურლენგი გინდა ქეთევან წამებულის ამბავი ქეთევან დედოფლის გინდა რა ვიცი მთელი ჩვენი ისტორია არის წამებულის და ქრისტესთვის შეხოცილი ადამიანების ისტორია და ეს ხო ესია ქრისტეს მოყვარული ხალხია ეს ხოდა მე არა მაქვს რელიგიაზე ლაპარაკი და სულ გვერდზე რო გავწიოთ ელემენტარულად 2000 წელია გვიყვარს ის რაც მოხდა იერუსალიმში რა ხო რაც ბაუ ეს მინდა ეს ეხა ამას ვერ წაშლი იმიტომ რომ ეს შიგნით დევს ჩვენში დევს და გამორიცხულია ეს არის თავარი ღერძი ამას ვერ იტანე ამის ამოგლე მე ეს გითხარი ამას უნდა რომ შენ თქვა უარი ეს უნდა რომ შენ ნებით თქვა უარი და ნახებ რაღაცა ნაწილის ხო ეს ბრბო რომ და ამათ ხო უარი ჩვენ ხო რას ხედავდი ახო პოლიტიკურად შენც არა ახალგაზრდა ბავშვი ჯოხი ხელში ეკავა და ჯვარს ურყავდა ის ერთი ურყავდა მაგრამ მეორე ხო ხედავდა იქ ვინმე უთხრა ჯვარი აი შენ რაც თქვი ამას ებზოდა ის რაც მოხდა 2000 წლის ჯვარს რო აცვეს ქრისტე შენ რო გიყვარს ის იმას ზულს და იმ ჯვარს ხელკეს ურყავდა ხო ეგრე ზულდა შახაბასთაც მაგრამ ვერაფერი ვერ გააწყო ეგრე ზულს და თემურლენგსაც და ვერაფერი ვერ გააწყო ქეთევან დედოფალი ვინცაც ამა ეგრე ზულდათ და ვერაფერი ვერ გააწყვეს. სხვათა შორის ერთადერთი და ყველაზე უფრო საქართველების აი ბოლო დროინდელი გამაერთიანებელი ამბავი იყო ქეთევანის წამება. გეთანხმები. ესმის ამან გააერთიანა საქართველო. აი ეს ვერ აიტანეს. ამან გააკეთა ის რომ გიორგი სააკაძე შემოუბრუნდა და იქით გადაჩეხა და გადაუარა მტერს. ხო თავის მთელი საქართველო გაერთიანდა. კი მე ისევ გაიყო თეიმურაზი გიორგი და ერთმანეთ, მაგრამ ის ხო იყო, რაც იყო და საბოლოო ჯამში. მე გეთანხმები და ეს არის ქართულობა. ჩვენს ვარქსენ-პიტიახშის და შუშანიკის ისტორიას გადახედე. ვარქსენ-პიტიახში იყო თავადური პატრიციული წარმოშობის წმინდა სისხლის ქართველი. და შუშანიკი იყო ეთნიკურად სომეხი. ვინ არის ჩვენთვის გმირი? შუშანიკ დედოფალი, ხო? სომეხი ეთნიკურად ეგ არის ქართველი. მაშინდელი აბოთფილელი. ხო, აბოთფილელი, არაბი, ელსტატი ცხეთელი, სპარსი. ამ დროს ყველა ქართველი რა. ხო და სულით. ხო და სულით ყველაფერი ქართველი. ეგ არის ჩვენთვის ქართული სიმბოლოები, ეს არის ჩვენთვის საქართველო. ქრისტე არა ჩვენთვის საქართველო რა. ხო და ამას ქრისტიანობა შეიძლება ისე ქრისტიანები ვერა ვართ, მაგრამ საბოლოო ჯამში ხო აი სიკვდილის წინ ისევ როგორც ეს ყაჩაღი შევიდა პირველად სასუფეველში, საბოლოოდ იმედი გვაქვს მაინც სიკვდილის წინ მაგას. რაღაცას ეგ არის ხო, როსტომხანი ბაგრატიონი იყო, სუფთა ქართველი. ხოსრო მირზა ქართველები იყვნენ. მაგრამ ეთნიკურად ქართველები, მაგრამ არაფერი ქართული მაგათ არ ქონდათ. მე იმიტომ მივიყვანე ხა შუშარიკის და კარგა წამაშველი აბოთფილელის და ქართველობა და ქართულობა არ არის სისხლის გენეტიკური ანალიზი და ეს რა ქვია
შტანგელი ფაშისტები თავის ქალის ზომებს როზო ეს სახაზავით როზო ეს არ არის ქართველობა ქართველობა არის სული აი ესა სულიერება ეს არის ქართველობა ხო და იმედი რა თქმა უნდა გაუტეხელობა კი ბატონო მარადისობის იმედი რა ხო მარადისობის იმედი რო ქონდა იმიტომ იყო იმიტომ არიშინო თემურლენგის ქართველს და იმიტომ არიშინია ესენი ამით არიან ჩვენ ძალიან დიდმა ერებმა ახლა ტრამპის მიღებული გადაწყვეტილებები მთელი მსოფლიო დათრგუნა ევროკავშირი ძალიან დიდი გონორით რო პასუხობდა ჩინეთის გარდა არც ერთმა საპასუხო ტარიფები არ დააყენა და ახლა გამოვიდა ურსულა ფონ დერ ლაიენი და თქვა რომ ჩვენ მზად ვართ ნულოვანი ტარიფები დავაწესოთ და ამაზე მოვიდა ყველა დაწვა ახლა ევროკავშირი 550 მილიონიანი გაერთიანება თავისი ორი ატომური ერთი ატომური სახელმწიფოთი საფრანგეთით და რო კითხო რომ დედამიწა ამათია და დაწვნენ აგერ პატარა საქართველოს არ დაწვა არ მიიღო როგორ აი ისევ დაუბრუნდები რაც ჩვენ ლაპარაკობთ არ მიიღო ის რასაც კარნახობდნენ და ამიტომ არ უნდათ მოტყუები ესენ გეუბნებოდ რომ ასეთები მიგვიღეთ ჩვენ ვეუბნებოდ ჩვენ ამდენი ხანი ვეუბნებოდ რომ ევროკავშირში გინდა ჩვენი მიღება ისეთი მიგვიღეთ როგორებიც ვართ ამათ უნდათ რომ არა სული ამოგაძრონ კაცზე გათქმევენ რომ ქალია იმ რაღაცა მოიწრა და კერა ცხვირზე რაღაცა და ეს ჩვენთვის მიიღო ჩვენ ასეთი მიგვიღეთ ჩვენი დანაშაულიცა მათ შორის აი ქართული ოცნების შეცდომა რაში მდგომარეობს ნახე ძალიან მნიშვნელოვანი აი ეს ახალგაზრდები ჩვენ ევროკავშირისგან და ნატოსგან რელიგიას წარმოუჩინეთ ახალგაზრდა თაობას რომ აი 60-ესავით რომ აი იქ შეხვედავსო გადავჭიცხონდი უკვე თავარია რომ აი იქამდე მიხოხდეთ თუნდაც მაგრამ ევროკავშირი და ნატო არის პრაგმატული არჩევანი ხო შენ თუ სულს გართმევენ იმას გართმევენ თუ გეუნებიან ქალზე კაციაო და კაცზე ქალიაო და არც იმ ახლა დრო არ არის თორემ შენ მზად ვარ რომელიმე გადაცემაში ძალიან კარგად თეზისებად ხალხის გასაგებად ევროკავშირის ხეირიანობა ეკონომიკური თვალსაზრისით და რას მოგვიტანს სოციალური და ეკონომიკური თვალსაზრისით და როგორ იქნება ფასები და ასე შემდეგ ხო მაგალითები კონკრეტული ბულგარეთის მაგალითი და ასე შემდეგ ხო და ჩვენ ხო ასე წარმოვუჩინეთ ხო ევროკავშირზე და ნატოზე ან კარგი უნდა გეთქვა ან არაფერი იმიტომ ეს წმინდა წარმოადგენდა ამათ მართლა ასე გონია ხო და ჩვენ რა თქმა უნდა ეგ უნდათ ეგ ამოცანა იყო რომ რელიგიის დონეზე აეყვანათ ევროკავშირი ხო და ეს გონიათ ახლა ამათ ისე ბევრს რას წარმოუდგენია ჩვენი შვილების თაობას და დიდია და აქ ერთი რამ მინდა ვთქვა ღვთისწყალობით ახლა გაბატონებული არის აზრი რომ აი ახალგაზრდებს ესე უნდათ და აბსოლუტური უმცირესობა არიან ეს ახალგაზრდების ასე რომ ფიქრობენ და მოტყუებულები რო არიან უბრალოდ დომინირებენ საინფორმაციო ველში იმიტომ ეს არის დაფინანსებული და ატრიალებენ ტელევიზორში საინფორმაციო ველში ამით რომ ესენი თან ეს ბულინგი და ბევრი იყო გაჩერებული აბსოლუტური უმრავლესობა ახალგაზრდობის სასწაული ეს უბრალოდ სასწაული ეს არა ჩვენ დამსახურება უბრალოდ ღვთისყალობა აზროვნებ ისე როგორც ჩვენ ქართველობა უნდა და ქართულობა უნდათ და ძალიან მაგრად უნდათ პირსინგიც და რაღაცა და ბევრი ასეთების დაც მაგრამ როგორც კი ნახეს რომ მისას თავარ შეეხო იმას რასაც ჩვენ ახლა ვამბობთ აი შუშანიკი დაბოთო ამან არ დათმო ასე რომ ის ჩვენმაც ამ კონსერვატიულმა ნაწილმაც ცოტა უნდა გავხედოთ ჩვენ შეხედულებებს ახალგაზრდების რაღაცა ჩაცმულობის და გარეგნობის მიხედვით შეიძლება ის ჩვენ ხალხ კონსერვატიულად არ იყოს ჩაცმული მაგრამ ჩვენზე უკეთესი თუ არ ნაკლები არაფრით არ არის იმ კონსერვატიული აზროვნებით ხო ამიტომ მოვერიდოთ ასეთ ხო აგდებ ნახე რას გავს და ზოგადად არავინ არ ვიცით ვინ არის და ვინ რისი გამკეთებელია მე ნახე საბოლოო ჯამში როგორ არის იცი რომ არ განიკითხო და არ განიკითხებით მაგას ნიშნავს რა იმიტომ რომ არავინ არ ვიცით ვინ რისი გამკეთებელია ვინ პირსინგიანი რისი გამკეთებელია საერთო ჯამში ცხოვრების მანძილზე და განსაკუთრებით სიკვდილის წინ ხო ნებისმიერმა ჩვენთაგანმა აი ეგ თვითონ ჯვარზე დაამტკიცა იმ იმან გესმის ქურდ ბაცაცა და ის რო იყო და პირველი რო შევიდა ავაზაკი რო შევიდა სასუფეველში ამიტომ ეს არის მაგას ნიშნავს ეს ამბავი და ამიტომაც არის რომ ერთადერთი რა თქმა უნდა საქართველოა ვისაც აქვს სიკვდილიც და გარდაცვალებაც რა ორი სიტყვა აქვს რა პრინციპში ორივე ერთ რამეს ნიშნავს მაგრამ ამ დროს არ ნიშნავს
ამ დროს არ ნიშნავს და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაცას ამბობს. იოანეს სახარებაში ის რა წერა იკითხება ყველა მისვალებულების ხსენების დღეს. იოანეს როცა წარდება, არა შევიდეს სასჯელს, არამედ გარდაიცვალოს სიკვდილისაგან ცხოვრებად. კი ბატონო. ანუ სიკვდილი არ არსებობს, ის სიკვდილი რასაც ჩვენ სიკვდილს აქედან გარდაიცვალოს, შეიცვალოს ცხოვრებად. რა თქმა უნდა და 3-4 კიდე, რომელიც რა ვიცი, 3 და 4, 3 განზომილებიდან, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ ხო, დრო, სივრცე და მატერია, რომ გადავიდეს მე-4 განზომილებაში, რასაც უსასრულობა ქვია რა. ეს არის სიკვდილის გზით გარდაცვალება, ცხოვრებად შესვლა, 3-4-ში შესვლა ნიშნავს. ეს არის. კარგი, ძალიან დიდი მადლობა, ჯონდი, ძალიან დიდი მადლობა. რა თქმა უნდა, ვაკვირდებით მოვლენებს, ხვალ 9 აპრილია, ეს უდიდესი დღე არის საქართველოს უახლეს ისტორიაში. რა თქმა უნდა, ყველანი ძალიან ბევრი ადამიანი ის, რომელიც წავიდა 9 აპრილს, იმის მოგონება მინდა იყოს და გვინდა აბსოლუტურად ყველას და რა თქმა უნდა, დღეს კიდე ის პროტესტი, რომელიც არის, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, დღეს საქართველოში, ესე ვთქვათ, ბრწყალებში, ვითომ დემოკრატიის და თავისუფლების და გადარჩენის სახელით, ეს არის ტყუილზე დაფუძნებული პროტესტი, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ტყუილზე, რომელიც არჩევნების გაყალბებას ემსახურება, ვითომ რომ რუსულია მთავრობა და ეს კიდე ცალკე სალაპარაკო თემა არის, სისულელე, რომელიც აი დააჯერეს ამ ახალგაზრდებს, შეგნებულს თუ შეუგნებლად დაიჯერეს ამ ბავშვებმა, რომ და მე რას ნიშნავს არ ვიცი სიმართლე გითხრა. ეს ნიშნავს ჩემი აზრით უფრო რომ აი თვითონ ვერ გამოდიან იმ საბჭოური და იმ რუსული წარსულიდან, რასაც იმიტომ რომ საქართველოს დღეს თავისუფალია. დღეს სუვერენულია და იღებს სუვერენულ გადაწყვეტილებებს და ეს გადაწყვეტილებები ხო სადაც მისი ინტერესები მოითხოვს, გინდა დასავლეთი იქნება, ჩრდილოეთი, აღმოსავლეთი, სამხრეთი, ხო? ამას ჩვენ ძალიან კარგად შევხედავთ რა, რუსეთში მიგვათრევენ, იმიტომ რომ ეს ყურით მოტრეული ფრაზაა, რას ნიშნავს მიგვათრევენ, მე არ ვიცი. სიმართლე გითხრათ, მართლა არ ვიცი, რას ნიშნავს რუსეთში მიგვათრევენ, თუ ჩვენ არ გვინდა. თორე საქმიანობა გინდიქ აწარმოე, გინდიქ და გინდიქ. ჯერ ახსნან ეს ამბავი, თვითონ ეს ორი სიტყვა, რას ნიშნავს ეს ამბავი, რომ რუსული მთავრობა და რუსეთში მიგვათრევენ. რას ნიშნავს რუსეთი იყო ქვეყანა, რომელიც ჯერ 1800 პირველ წელს შემოვიდა ჩვენივე თხოვნით, ხო? და მეორეთი და რა თქმა უნდა ძალიან დიდი უბედურებები დაგვაწიეს, სამეფო ტახტი გაგვიუქმეს, ავტოკეფალია გაგვიუქმეს, ეგზარქოსები დაგვისვეს და ასე შემდეგ და იყო კიდე კომუნისტური რეჟიმი, რომელიც ისევ ქართველების მეთაურობით შემოვიდნენ და ესე ვთქვათ ანექსია გაგვიკეთეს და დღეს რას ნიშნავს ეს ამბავი, მართლა არ მესმის. ეს არის ჩარჩენილების ამბავი, რომლებიც ვერ გამოდიან იმ სიტუაციიდან რა. ვერ გამოდიან ელემენტარულად იმ სიტუაციიდან, თორე არ არსებობს ეგეთი ფრაზა. ბუნებაში არ არსებობს დღეს, რომ რუსეთში მიგვათრევენ. აი შეიძლებოდა მაშინ პროფილიყო 2008 წლის ომში, რომ რაღაცომაც აი ამ რაღაც საშინელ იმაში გაუგებრობაში მოყვა საქართველოს, მაგრამ გადავრჩით ღვთისწყალობით და ისევ და ისევ ვართ იმ სიტუაციაში, დამოუკიდებლობის და თავისუფლების და სუვერენიტეტის სიტუაციაში და თუ ამას შევინარჩუნებთ ყველანი ერთად და ერთმანეთს ამის გულისთვის არ დავხოცავთ, ხო? ძალიან კარგი იქნება. დიდი მადლობა ყურადღებისათვის, მადლობა ჯონდი. კარგად ბრძანდებოდეთ, მომავალ შეხვედრამდე ნახვამდის. დონალდ ტრამპმა პირველი ოქროს ბარათი წარადგინა შეძლებული უცხოელი მოქალაქეებისთვის, რომლებიც შეძლებენ ამ ბარათის ყიდვას $5 მილიონ და ამერიკის მოქალაქეობის მიღებას. $5 მილიონი, $5 მილიონ ეს შეიძლება შენი გახდეს. ესაა პირველი ბარათი. იცი რა ბარათია ეს? ეს არის ოქროს ბარათი. ვინაა პირველი მყიდველი? მე. მეორე მყიდველი არ ვიცი, მაგრამ მე ვარ პირველი. ის გამოვა დაახლოებით 2 კვირაში. ამაღელვებელია რა. ამერიკის პრეზიდენტმა ახალი ოქროს ბარათის დიზაინი საკუთარი თვითმფრინავის ბორცზე ჟურნალისტებს სიამაყით წარუდგინა. ბარათზე მისი სახეა გამოსახული. ყოველდღიური იტალიური გამოცემა წერს, რომ მილიონობით უკრაინელი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ფრონტზე არ მოხვდეს, მაგრამ იმავდროულად საკუთარ თავს პატრიოტს უწოდებს.
სტატიის ავტორი ამაში გადაუწყვეტელ წინააღმდეგობას ხედავს, მაგრამ სინამდვილეში ის მოჩვენებითია. უკრაინის სიყვარული არ ნიშნავს სურვილს დაიღუპა მისი დღევანდელი მთავრობისთვის. სტატიის ავტორმა მისწერა ახალგაზრდა კაცს, რომელიც კიევში რამდენიმე წლის წინ LGBT ფესტივალზე გაიცნო. მაშინ ის კაცი გულმხურვალე პატრიოტი იყო და მნიშვნელოვან ორგანიზაციაში მუშაობდა. ის ამტკიცებდა, რომ რუსულ აგრესიასთან და ჰომოფობიასთან ბრძოლა ერთი და იგივეა და რომ უკრაინელი ახალგაზრდები არსად წასვლას არ აპირებენ. აღმოჩნდა, რომ ეს ახალგაზრდა დიდი ხანია უკვე ევროპის ერთ-ერთ დედაქალაქში ცხოვრობს, სადაც ის გაიქცა რუმინეთის მთების გავლით. გაირკვა, რომ ფრონტზე წასვლა მისთვის სიგიჟეა, რადგან მისი აზრით ევროპა და ამერიკა უკრაინას არასაკმარისად უჭერენ მხარს. სტატიის ავტორი გაოგნებულია, რადგან კარგად ახსოვს წარსულში ამ ახალგაზრდა კაცის პრინციპული პოზიცია. მე ვუთანაგრძნობ უკრაინას, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ საკუთარი სიცოცხლე გადავარჩინო, აცხადებს ბევრი ახალგაზრდა უკრაინელი პატრიოტი სტატიის ავტორის თანახმად. ნარკოტიკები რეაბილიტაციის ნაცვლად უკრაინაში პოსტტრაუმული სინდრომით დაავადებულ ჯარისკაცებს ნარკოტიკებით მკურნალობენ და უკან ფრონტზე აგზავნიან, წერს ბრიტანული ინდეპენდენტი. გვერდი ჯარისკაცების მწვავე დეფიციტის ფონზე უკრაინის ხელისუფლება მიმართავს სადაო პრაქტიკას და პოსტტრაუმული სინდრომით დაავადებულ სამხედროებს მკურნალობას კეტამინით, ნარკოტიკით, რომელიც მთელ რიგ ქვეყნებშია აკრძალული. როგორც ინდეპენდენტი წერს, კიევის შემოგარენში მდებარე კლინიკაში უკრაინული სამხედროები ფსიქოტროპიის კურსს გადიან ფსიქოტროპული ნივთიერების მოქმედების ქვეშ, რომლებიც ცნობილია როგორც წვეულების ნარკოტიკი და ვეტერინალური ანესთეტიკი. ოფიციალური მიზანი ჯარისკაცების საბრძოლო ფორმაში სწრაფი დაბრუნება და რაც შეიძლება მალე ფრონტის წინაშე ხაზზე დაბრუნებაა. სპეცრაზის ყოფილმა ექიმმა, ახლა კი ნარკოდამოკიდებულმა ქალმა გამოცემას უამბო, რომ ჯარში რამდენიმე წლიანი მსახურების განმავლობაში გადაიტანა უამრავი აფეთქება, ხერხემლის ტრამვა და ტვინის მუდმივი შერყევები. მას ჰქონდა სიბრაზის შეტევები, უძილობა და ქრონიკული დაღლილობა. მას არ ახსოვს თავისი ცხოვრების 2 თვე და იტანჯებოდა მუდმივი თავის ტკივილები და კონტროლის სრული დაკარგვის განცდით. თუმცა ეგრეთ წოდებულმა კეთილმა ადამიანებმა ურჩიეს მას კიევის ფსიქიატრიული საავადმყოფოსთვის მიემართა, სადაც ვეტერანებს მკურნალობენ. იქ ექიმების ხელმძღვანელობით დაიწყეს კეტამინის თერაპიის გამოყენება პოსტტრაუმული სინდრომის მძიმე ფორმებთან საბრძოლველად. როგორც კიევის საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა განაცხადა, მკურნალობის კლასიკურ მეთოდებს 2-დან 5 წლამდე დრო სჭირდება. კეტამინური თერაპიის წყალობით შედეგებს ბევრად სწრაფად აღწევენ, განსაკუთრებით ფრონტზე ჯარისკაცების დეფიციტის პირობებში. გარდა ამისა, ექიმმა დაიტრაბახა, რომ ამ ეგრეთ წოდებული მკურნალობის წყალობით პაციენტების 80% კლინიკიდან კვლავ ბრძოლის ველზე ბრუნდება. იტალიის ქალაქ ტურინში ასობით სტუდენტი გამოვიდა ქუჩებში მოთხოვნით დააფინანსონ განათლება და არა ომი. ზოგიერთმა დემონსტრანტმა მწარმოებლის კავშირის შენობის ფასადს წითელი საღებავი შეასხა და ევროკავშირის და ნატოს დროშები დაწვა. მომიტინგეებმა პამიდრები ესროლებს ქვეყნის პრემიერის მელონის, ასევე ურსულა ფონ დერ ლაიენის და სხვა პოლიტიკოსების გამოსახულებებს. რომში ოპოზიციურმა 5 ვარსკვლავის მოძრაობამ ბრუსელის გადაიარაღების გეგმის წინააღმდეგ მასშტაბური მსვლელობა გამართა. მოძრაობამ ორგანიზება გაუკეთა მანიფესტაციას ევროკავშირის ახალი თავდაცვითი სტრატეგიის წინააღმდეგ და მოითხოვა 800 მილიარდი ევრო განათლებასა და ჯანდაცვას მიმართონ. მომიტინგეებმა გააკრიტიკეს იტალიის მოქმედი მთავრობა მელონის ხელმძღვანელობით და მოძრაობის კონკურენტები მემარცხენე პოლიტიკური ბანაკიდან. მიტინგის მონაწილეები შეიკრიბნენ ტერმინის ცენტრალური სადგურის და სანტა მაჯორეს ბაზილიკის მახლობლად და საათნახევრის შემდეგ მოაწყვეს მსვლელობა კოლიზეუმის მიმდებარე ტერიტორიისკენ. არსებული ინფორმაციით, მსვლელობა 80-დან 100,000-მდე ადამიანი შეუერთდა. აქტივისტებს ხელში ეკავათ ბანერები წარწერით „კმარა შეიარაღების დაფინანსება და არა შეიარაღებას“. თვითნაკეთ პლაკატებზე მათ ტოლობის ნიშანი დასვეს ევროკავშირის და ნატოს შორის. ამერიკელი რეჟისორი ოლივერ სტოუნი ამბობს, რომ რუსეთის და მისი ძულვილის მთელი ეს ისტორია ძალიან ნეგატიურია და ძალიან არაამერიკულია. შეხედეთ რაშაგეიტს, ჩვენ გადავიხადეთ ამისთვის, მაგრამ რაშაგეიტის შედეგი იყო ძულს, რაც რაშაგეიტს გაუკეთეს, მართლაც მძულს.
ფიქრობ, ეს მორიგი ტყუილია და ამ ტყუილის ამერიკელი ხალხისთვის მიყიდვაა და მთელი ეს ისტორია რუსეთის და მისი ძულილის ძალიან ნეგატიური და ძალიან არაამერიკულია. ისინი პოტენციურად ჩვენი საუკეთესო პარტნიორები არიან, ისევე როგორც ჩინელები. ჩვენ გვაქვს მენტალიტეტი, რომ ისინი არიან მტრები. ეს ყველაფერი პროპაგანდის შედეგია. თუკი თქვენ ჩინეთში ან რუსეთში ჩაყოლთ, თქვენ ვერ გაიგებთ გავს ზიზღით საუბრებს.